აი ერთ-ერთ ყველაზე რთულ თემაზე მინდა თქვენთან საუბარი და უფრო მეტად მინდა თქვენი აზრების მოსმენა, რა თქმა უნდა, თუ გექნებათ ამ საკითხთან დაკავშირებით აზრების გამოთქმის სურვილი. მოკლედ, თანამედროვე საზოგადოებაში, როგორც ვიცით, მოქალაქეობაზე არის ძალიან ბევრი რამ აგებული და ნუ ისტორიულ მიმოხილვებს რომ თავი დავანებოთ და უბრალოდ დღევანდელ რეალობაზე რომ ვისაუბროთ, როგორც ვიცით, განვითარებულ სახელმწიფოებში ძალიან ხშირია ხოლმე ისეთ შემთხვევები, როდესაც ადამიანები იბრძვიან გულისხმობ დასავლეთის სამყაროს, დასავლეთ ევროპის დასავლეთ ნაწილს განსაკუთრებით და ნუ ამერიკის შეერთებულ შტატებს, იგივე კანადას მაგალითად. და ჩემო გაიკეთა ოპერაცია და ცოტა სუსტად არის. და გულისხმობ ძირითადად დასავლეთ სახელმწიფოებსაც ადამიანები საკმაოდ დიდ შრომას და საკმაოდ საწვალებელ გზას გადიან იმისთვის, რომ მოიპოვონ ამ თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეობა. ეს არის ერთი ცალკე საკითხი, მაგრამ ამის გაგრძელება მერე რა ხდება იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც მოიპოვებენ მოქალაქეობას. აქ არ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ, მინდა რომ თავიდანვე გავარჩიოთ, აქ არ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეობა, როგორც ასეთი ეკონომიკური მიზეზების და გამო, ნუ ოჯახის შექმნის მიზნით ეს კიდე ცალკე საკითხია და ამ დეტალებში არ შევალ, მაგრამ ეკონომიკური მიზნით მოქალაქეობის მიღება იმისთვის, რომ მაგალითად ადამიანებმა გავიუმჯობესოთ ჩვენი საცხოვრებელი პირობები, იყო ჩვენი ყოველდღიურობა, ელემენტარულად ადამიანის შესაძლებლობებს, რომ თავი დავანებოთ, ადამიანები საკუთარ სახელმწიფოს ტოვებენ ხშირ შემთხვევაში იმის გამო, რომ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ეს არ არის მაინც და მაინც იქიდან გამოწვეული, რომ არის ტერორისტული სახელმწიფო, ან მაგალითად უშუალოდ ომშია და ცხელ წერტილშია ჩართული და უბრალოდ სამოქალაქო პირია და ამის გამო სურს ქვეყნის დატოვება, არა, უბრალოდ იმის გამო, რომ კანონი არ კანონობს და რეალურად ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ხშირ შემთხვევაში ამის გამო ხდება ხოლმე მიგრაცია. მაგრამ ყურადღება მინდა გავამახვილო, რომ ის არ ეხება ეკონომიკურ მიზეზებს. მაგალითად, ეხლა UAE-ში არადაერთიანებულ სამეფოში ეხება მაგალითად ემირატებში. ეხლა მაგალითად არ არის იმის შესაძლებლობაც კი, რომ უბრალოდ რაც არ უნდა დიდი ხანი გაატარო, იქ რეალურად რაღაც აწარმოო, რაღაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანო. მოქალაქეობას როგორც ასეც ვერ მიიღებ, ანუ ამაზე ღიაობა და მზაობა უფრო მეტად გააჩნია დასავლეთის განვითარების ეკონომიკური იქნება თუ ეს კულტურული განვითარების მაღალ საფეხურზე მყოფ სახელმწიფოებს და რატომ? იმიტომ რომ ნუ ნაკისრი აქვთ ასე ვთქვათ, განსაკუთრებით ბოლომდე ათეული წლის განმავლობაში უკიდურესი ცდილობენ, რომ უკიდურესად მოახდინოთ ინტეგრაცია და არა ასიმილაცია. აქ არის კიდე ძალიან დიდი განმასხვავებელი. ჩათვალეთ, რომ როდესაც იღებ ეთნიკურ უმცირესობას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრო, რომ აი ამ ეთნიკურ უმცირესობას მიიღებ, ანუ რას უშვები. ნუ ერთია რომ შენ რაც ყავს და მეორეა რომ როცა მიიღებ ამ ეთნიკურ უმცირესობას, მერე რას უკეთებ, ანუ ახდენ მის უშუალო ინტეგრირებას, ანუ ეუბნები რომ აი მე გიცავ და ვიცავ შენს იდენტობას და ანუ პირიქით, ანუ ხელშეკიწყობ, რომ შენ შეინარჩუნო შენი სახე და ანუ გქონდეს შენი პატარა ინდივიდუალური სახელმწიფო და იცხოვრო ისე, როგორც შენ სახელმწიფოში იცხოვრობდი, მიუხედავად იმისა, რომ იქ არ ცხოვრობ და მეორეა ასიმილაცია, როდესაც ცდილობ, რომ სადაც წახვალ, სადაც შემოვიდნენ შენეული ქუდი დაახურო. აი ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენ რა მოსაზრება გაგაჩნიათ, რომ გამიზიაროთ და ნუ მერე გავაგზავნოთ შემდეგ ვიდეოებში ამასთან დაკავშირებით საუბარი. მადლობა ყურადღებისთვის.